გამარჯობათ მეგობრებო. ყველას მოკითხვა, ბედნიერება, კარგი განწყობა და სიმშვიდე, რათა სიმშვიდე, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება. ნებისმიერ დროს მე-9 საუკუნეში ვიქნებით, მე-20-ში, 21-ში და განსაკუთრებით ეხლა დენი არალოგიკური და რაღაც სიგიჟე და ფსიქოლოგიურ განწყობაშია ადამიანი და ნუ რაც ხდება ეხლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი. ხშირად მეკითხებია რატო არ ამბობ აკო პოლიტიკის სიტუაციაზე, იმაზე, ამაზე. მე რა თქმა უნდა მაქვს ჩემი აზრი. და ჩემი აზრი უფლიდან გამომდინარეა, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო და რასაც უფალი გეტყვის, იმის მიხედვით უნდა მიხედო და ჩვენ ახლა სიჩქარეში და რეალიაში ვერაფერს ვერ გააკეთებ. თუმცა ამაზე მე მაინც ალბათ მოემზადები და მაინც გავცემ ამ საკითხზე პასუხს. ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი საქმე, მე მგონი ჩვენ უფრო ღირეულ და უფრო კარგ საქმეს ვაკეთებთ, რასაც ქვია ადამიანის განვითარება, შემეცნება და ჩვენი არხიდან გამომდინარე, რასაც მე ხშირად ვამბობ, რომ რაღაცა პრობლემა როგორ უნდა გადაჭრა, ნუ რაღაცა ეს არის ჩვენი ცხოვრება და ჩვენი მიმდინარე გინდა არ გინდა მიმდინარე პრობლემები და დაბკოლებები, რომელიც სანამ ადამიანი ცოცხალი ხარ, ყოველთვის ამას ეჯახები და ვამბობთ, ცხოვრება მაინც გაგრძელდება ჩვენთან და უჩვენოთ, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ის გარკვეული მანძილი, რასაც ქვია ცხოვრება, ისე განვლოთ, რომ არ დავზიანდეთ და ჩვენი ახლობლები, ჩვენი გარშემო და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გარემოება არ დაზიანდეს. მე მეგობრებო, ვიმყოფები მექსიკა, ამერიკის საზღვარზე, იუმასთან მივდივარ ახლა კალიფორნიაში თვითონ დავიღო და ეს დღეები სულ არიზონაში ტრიალებ და სიცხე არის 40 გრადუსი. და რას წარმოიდგენთ მეგობრებო, რომ ამ ეგზოტიკურ ადგილს, აი უკვე ისე შევეჩვიე, ვიტომს არაფერი რა. და რატო ვამბობ ამას გეტყვით? ვთქვათ, მაინც ადამიანი ყველაფერს რო ეჩვევა, სიცხეს, ადამიანები აქ არიან, ჩვეულებრივად მუშაობენ და მე ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, რომ როგორ ანაირად ახერხებენ ამას და ახერხებენ და მეც აი იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც შევეჩვი აქაურ სიტუაციას და უბრალოდ ჩვენ ფიქრებზე და მოვლენებზე უფრო ვლაპარაკობ და აი ამას კი ვერ წარმოვიდგენდი, აი ამ გარემოში, ამ იმაში, სადაც უნდა აქეთ-იქით იყურებო და გაინტერესებდეს, ამათ ჩვეულებრივად მიიღებ და სულ სხვა რაღაცაზე ვილაპარაკებდით. ეხლა რა თქმა უნდა, აქეთ-იქით იყურები, როდესაც ამინდი და სიცხე მოქმედებს შენზე, მაგრამ როცა ზიხარ ასეთ კომფორტულ გარემოში, ნუ სიგრილია ეხლა ჯორჯთან ერთად და დადიხარ და რასაც ქვია ეხლა თქვათ ამერიკის საზღვარი, სიცხე, არ ფიქრობ რა, ნუ ჩვეულებრივად მიგაჩნია და ფიქრობ სულ სხვა რაღაცეებზე და რაზე ფიქრობ? ადამიანის სულზე, ადამიანის ბუნებაზე, რომელიც 2000 წლის წინ, 3000 წლის წინ, 100 წლის წინ თუ 20 წლის წინ არ შეცვლილა, რა ვიცი, მე ამას ადამიანი არ იცვლება, მისი კი იცვლება ტექნიკა, იცვლება რაღაც სიჩქარეები, თვითნავები, კოსმოსი, 1000 რაღაცეები, ჩვენ გონია რომ იცვლება, მაგრამ ადამიანის სული არ იცვლება და ჩვენ გვიკვირს ხოლმე ადამიანები რატო იქცევიან ასე, როგორ იქცევიან და მე ხსნით და ამ დროს არაფერი ახალი არ არის, ყველაფერი არის ძველი, რომელიც ასე ვთქვათ, ტრიალებს ჩვენ გარშემო. ჩვენ ცოტა უნდა დავფიქრდეთ და ადამიანები, რომელიც ადრე ცხოვრობდნენ, იმათი შეცდომები გავითვალისწინოთ და იმათი დაშვებული მიმდინარე პროცესებში, რაც დაუშვეს ადამიანების შეცდომები, ის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ყოვის აუცილებლად ადამიანი თითქოს არ იცვლება, ეს უშვებს, რაც ადრე იყო და ნუ რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ასე მიმაჩნია და ალბათ თქვენ დამეთანხმებთ. ეხლა რატო დავიწყეთ საუბარი, ესე იგი ამ კითხვაზე, რასაც მე ვთქვი, რომ ადამიანი არ იცვლება თავისი ბუნებით, თავისი ნებებით, თავისი ფიქრებით, ყველაზე მეტად ამას გამოსახავს ლიტერატურა. ნუ თავისთავად ეხლა მე როდესაც აი ეს ადგილებში დავდივარ და თქვენ მეგობრები შეჩვეულები ხართ, როდესაც მიდიხარ, სულ ამბობ ხოლმე, კეცავ ფიქრობს, კეცავ და ვერ დავკეცე და ფიქრები ვერ დავკეცე, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან და ჩვენი ასე ვთქვათ, როგორც ვაკეთებთ, ამ დროს ვიწყებთ უკვე ლიტერატურაზე საუბარს და მე დღეს მინდა განვიხილო ერთ-ერთი ყველაზე კი არა მგონი ყველა მწერლის მასწავლებელია, თვითონ ყველა ნებისმიერი ცნობილმა მწერალმა აღიარა ესა და მით უმეტეს
ეს წერალი მოქმედებდა მე-19 საუკუნის დასაწყისში და ცოტა იქით სიღრმეში თითქოს არ ჩანა რა. ხო და მე-19 საუკუნე 50 წელი იწყო რამ წერალმა და ფაქტობრივად ისე კარგად ასახა და ისე კარგად როგორც ვთქვათ დაგვიხატა ადამიანის სული და მათი მოქმედებით და მათი ვნებები, რა თითქოს დღევანდელი დღე არის რა. ადრე თუ ეტლები და ცხენები დადიოდნენ, ეხლა იმით დადიან, რა ქვია, თვითმფრინავები და ტექნიკით, მაგრამ აი სული არ შეცვლილა. და აი ამ წერაზე მინდა ვისაუბრო, მაგრამ მოდი ეხლა ბოდიში ეხლა მე ცოტა ტვირთს ავიღებ, ცოტა აქ ესეთი ადგილია, კოლექსოში მივდივარ. ნუ სანამ განვახცოვდე ამ ჩვენ საუბარს, ვიტყვი რა, ვისაუბრო ონორე დე ბალზაკზე. მაგარი მწერალია და ჩვენებურად განვიხილოთ და ავსახოთ მისი ბუნება. არადა მწერალია სასწაული და აი როგორ გამოგვივა ეს ვნახოთ. მაგრამ ჯერ მაპატიეთ მეგობრებო, 1.5 საათი ჩვენ კოლექსიკო ასეთი კონი უნდა მივიდე და ავიღო ტვირთი. რო ავიღებ ტვირთს, მე განვაგრძოთ ჩვენი განხვილა ონორე დე ბალზაკზე. წერალთა მწერალი. თავისუფლად მინდა თქვა ამ კაცზე ეს ეპიტეტი. მაინც აი ესეთ ადგილებში მოყავთ ფისტაშკებს რო იძახიან, გახსოვთ მე რო შემეშალა მაშინ აი და ხოშ, აი მომენტია, აქ ძალიან მაგრა მოყავთ და მაგ საწარმოში მიდივარ და მაგ ფისტაშკას ავიღებ. აი როგორც ყავენ ეს. მაგრამ ვინაიდან ბალზაკზე ჩვენ აქ მე ხშირად მოვალთ ალბათ, მე მოგვიწევს, მაგრამ ბალზაკზე მინდა ძალიან ვილაპარაკო და მე გადავდოთ აქაური ამბები. თუმცა ვიცი, ბევრს რომ აქაური ამბები უფრო აინტერესებს, ვიდრე ლიტერატურაზე საუბარი, მაგრამ ახლა დავიწყეთ, უყურეთ დავიწყოთ. ბარემ ბალზაკს. გული რო არ დაგწეს მეგობრებო, დიდი არაფერი, ფიშტას არ მომაქვს, საწყობში ვიყავი მექსიკიდან რაღაც პლასტიკები გადმოვიდა და ის მიგვაქვს არიზონაში. კიდე წავიდეთ უდაბნოებში და განვიხილოთ ბალზაკის თემა. დაიწყო უდაბნოები და ჩვენს დავიწყოთ, არა? ონორე დე ბალზაკი. არიან მწერლები, რომლებიც შეიძლება წაიკითხო, არ წაიკითხო, დიდი არაფერი არ დაშავდება, მაგრამ არიან მწერლები, რომელიც ნებისმიერ დროს უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ ის ითვლება მწერლების მწერლებად და ასეთი მწერალი არის ონორე დე ბალზაკი. ვისაც კი რამე მიუღწევია ლიტერატურაში, წარმატება მსოფლიო ლიტერატორები ყველა აღიარებენ მას. ვიქტორ ჰიუგო, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი. იმიტომ რომ ფაქტიურად აი მართლა არა იმიტომ რომ ძალიან მაგარი მწერალიც არის, აი რაღაცნაირად კალეიდოსკოპურათაც, რაღაცნაირად კალენდარულათაც დაემთხვა. ეხლა ჩვენ არ გვახსოვს ეხლა თქვა მე-18 საუკუნის მწერლები, ხო, ერთი არის რა ქვია იმას გოეთე, შექსპირი და ასე, მაგრამ უკვე მე-19 საუკუნეში აი ბაგაი ზოგჯერ მიკვის ხოლმე რა. ეხლა ჩვენ ხო ცხოვრობთ ამ თანამედროვე დროში და ახლა ჩვენ რამდენი რაღაცა ვიცით, ხო, იქ ტოლსტოის ბიოგრაფია, დოსტოევსკის, ჩარლზ დიკენსის და ბევრი აკრეფილი ინფორმაციები გვაქვს და ვიცით ასე თუ ისე ვინ როგორ წერდა. მაგრამ აი წამედგე ცხოვრობ მე-19 საუკუნეში, შენ არის რომ არ ჩარლზ დიკენს, არც შემდეგ მწერლებს, იმებს და შენი იმით აკეთებ რა. და ამ დროს გამოდიხარ რომ შენი დაწერილი უფრო მაგარია ვიდრე შემდეგი მწერლების რა. აი ესეთი მწერალია ონორე დე ბალზაკი. ფაქტიურად რაც მე-19 საუკუნის დასაწყისში აღწერა და ძალიან კარგად აღწერა, იმას მერე სხვა მწერლები უფრო შიფრავენ და ხან გამოსდი და ხან არ გამოსდი და მერე ამოყობენ. აი მე აკაკა დავწერე, ის დავწერე, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ მაგარი მწერალად ითვლება, ყველაში არის ონორე დე ბალზაკის რაღაცა ელემენტები. ეხლა მაგალითად ფრანგული მწერლები ყველას ეთყობა, ჰიუგო, მოპასანი, როლანი. ეხლა არ ვიცი შეიძლება საფრანგეთი და ერთი გარემოა, მაგრამ ჩარლზ დიკენსი, დოსტოევსკი ყველგან არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველა სფერო შეეხო და ამ ადამიანმა მოახერხა ეს მე-19 საუკუნის დასაწყისში და თვითონ საიდან აი მოიტანა ეს წერის სტილი და ისინი მართლა პარადოქსია რა. პარადოქსია თუ არ არის პარადოქსი,
ძალიან მაგარია. და მოდი ჩვენ რო გავიგოთ წელება და ხასიათი, რა თქმა უნდა ბიოგრაფიასაც უნდა გავეცნო და მის ბავშვობასაც, იმიტომ რომ ყველა ადამიანის პიროვნება და ყველა მისი ბუნება მოდის ბავშვობიდან და მით უმეტეს წელებისგან, სად გაიზარდა, როგორ გაიზარდა და მით უმეტეს წელები ხო ისეთი ადამიანები არიან, რომელიც აღთქმა ძალიან მაღალ დონეზეა და ბავშვობაში თუ არა, აბა როდის უფრო აღითქვა ამას. ონორე დე ბალზაკი დაიბადა 1799 წელს. როგორ მიყვარს ხოლმე ასეთი თარიღები, იმიტომ რომ ჯერ ვკითხულობ ხოლმე აი ადამიანი დაიბადა 1865 მე ანგარიშო რამდენი წლის უკვე ეს უკვე ადვილია რა 1894 1800 წელს და ყოველი წელი რამდენი წელიც არის ის უკვე თქვა 15 წლის იყო 16 წლის იყო უკვე ადვილად ანგარიშობ რა იმიტომ შენ ხო შენ თავსაც ადარებ აბა ამ დროში შენ რას მიახცე და რას არ მიახცე ნუ ერთ სიტყვით 1799 წელს დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ტურინში ადვოკატის ოჯახში. საკმაოდ საინტერესო ოჯახი იყო, იმიტომ რომ მამა მის ცოლზე 30 წლით უფროსი იყო. აქედან გამომდინარე, მაინც შეუთანხმებლობა ჰქონდა და ოჯახში რაღაც კონფლიქტები რო იყო და რაღაცა შეუთანხმებლობა, ამას გძნობდა ჩვენი პატარა ონორე დე ბალზაკი, ონორე და აღითქვამდა და ამას აღწევს ხოლმე მის ნებისმიერ რომანებში იგრძნობა. სამწუხაროდ ახლა ეს კონფლიქტი დედა კი ყავდა, მაგრამ დედა რაღაცნაირად სულ კონფლიქტებში იყო ჩართული და პატარა ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა, რომელიც ძალიან აკლდა ონორეს და მთელი ცხოვრება ხას უსვავდა და სულ ეს დედის სიყვარულის ნაკლი ჰქონდა და სიყვარულის ნაკლი კი არ წარმოიდგენს ზიზღშიც გადავიდა და ტრათვლიდა. ნუ რაღაც პარადოქსულია, ხო? მაგრამ იმდენად აღთმული ის იყო, თუმცა მის ნაწარმოებებში ონორე დე ბალზაკის დედაზე რომ მიდის საუბარი ყველა ყავს იდეალურად გამოყვანილი, იმიტომ რომ იმდენად უნდოდა ეს ცხოვრებაში აკტა და ყველა დედა ყავს გამოყვანილი იდეალურად. ნუ ამას ჩვენ განვიხილავთ. ესე იგი, ვინაიდან ოჯახში იყო კაი სიტუაცია, 7-8 წლის ასაკში ჩვენი პატარა ბალზაკი ჩააბარეს კათოლიკურ სასწავლებელში და 6 წელი სწავლობდა და ბალზაკი თვითონ იხსენებს, რომ აი წერალიო, მე ამ იმაში გავხდიო, ამ პანსიონატშიო, იმიტომ რომ იქ აიძულებდნენ ესწავლებინათ, ხო იცით ახლა იოზიტური რაღაც რელიგიური მიმართულების ძალიან მკაცრი სწავლება იყო იმ სკოლაში, მაგრამ გამოამჟღავნა მაინც ინტერესი, თუმცა კი იყო პატარა ონორე რაღაც ფლეგმატად იყო, კარგად არ სწავლობდა, მაგრამ ერთი შეამჩნიეს, რომ თემას თუ დაწერდა, ან თუ რაღაცას რო დაწერდა, დრამატურგებას აძლევდა და ემოციებში გადაყავდა ის მომენტები რა. და ეს ხასიათი მის თელ ცხოვრების შემოქმედებაში ყველგან მიყვება. 14-15 წლის რო გახდა ონორე, ვინაიდან მამა ადვოკატი იყო, მასაც უნდოდა რომ თავის შვილი იურისტი ყოფილიყო და გააგზავნეს პარიზში, როგორც ნაცნობი ვიღა ნოტარიუსის ოჯახში და იქ დაიწყო მუშაობა 14-16 წლის ასაკში. და რა ვიცი, აი თითქოს ყველა ბიოგრაფია ერთმანეთს აგავს, აი გახსოვთ ახლა წინა იმაზეც რომ განვიხილებ შენ კნუთ სამსუნის ბიოგრაფია, ისიც ხო მოხდა ოჯახში და ჰქონდათ კაი ბიბლიოთეკა და ესე კაი ბიბლიოთეკა ჰქონდათ იმას აქვია იმ ადვოკატს და აი მან ჩაწვდა ბალზაკი მიადგა ამ კი მუშაობდა ნოტარიუსად რაღაცებს აკეთებდა, წერდა, მაგრამ დღე-დაღამე კითხულობდა ლიტერატურას იმ ბიბლიოთეკაში. აი ჩარლ დიკენსიც მასეთ სიტუაციაში იყო, კნუთ სამსუნის წეღანაც რო თქვი და აი წინა ვიდეოში რომ ბაკურ სულაკაური რო გავაკრიტიკა და რო დასინო და აიმე ბიბლიოთეკაში და აი ხალხიო იმიტომ ყიდულო ბიბლიოთეკა შეექმნოდა და ჩემზე ახლა მე დიდი ვინ რა გამოვედი, მაგრამ მეც ახლა ოჯახებში რო შევდიოდი ამ ბიბლიოთეკას რო ვნახულობდი ხოლმე, ისე მიხარობდა ხოლმე და ახლა ჩემი ახლობლებიც ალბათ გაიხსენებენ, სულ წიგნებს ვარცმევდი ხოლმე და ბედნიერება იყო იმ ბიბლიოთეკაში იყოფნა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას გებულობდა და წარმოიდგინეთ ახლა ეს ონორეც ეს დიდი მწერლებიც რა ბედნიერები იქნებოდნენ იმ პერიოდში, როდესაც არ ტელევიზორი იყო, არც რადიო იყო და სიაში ჩავარდებოდნენ. ამიტომ ბიბლიოთეკა ძალიან სერიოზული რაღაცაა და მეც აი რჩევა ახლა მე ხო იცი ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მშობლებმა მაინც უნდა შეეცადონ, რომ კაი ბიბლიოთეკა ჰქონდეთ და ან უბრალოდ ბავშვები მიიყვანონ იმ სამყაროში, რასაც ქვია ბიბლიოთეკა და წიგნი. ბალზაკს უყვარდა ისტორიული წიგნების კითხვა,
რომის იმპერიის იურისტპრუდენცია და მთელი ისინი და მე მის ნაწარმოებში ჩანს ახლა ფაქტურად ყველან კაი მწერალი, კაი მკითხველია, გამორიცხულია, შენ წიგნი დაწერო და ნაკითხი არ იყო. ეს წყალი არ გაუვა ამ ფორმულას, რომ ყველამ კაი მწერალი, კაი მკითხველია. თუ არ წაიკითხე, რა უნდა დაწერო და აი ეს ბიბლიოთეკის გავლენა მის ნაწარმოებებში იგრძნობა. გათვითცნობიერებულია და ეხლა თუ არ იცი და ხო არ დაწერ, თუ არ იცი რა უნდა დაწერო. ამიტომ ისევ და ისევ მეორდები, რომ ბიბლიოთეკა ძალიან სერიოზული რაღაცაა და რა ვიცი, აი შობლემა უნდა მიაქციონ ამას ყურადღება. ესე იგი, მე ბიბლიოთეკის შტაბ-ჭიების ქვეშ ონორე ბალზაკმა განაცხადა, რომ აღარ უნდოდა ეს იურისპრუდენცია და უნდა გამختارიყო მწერალი და აი მან უკვე დაიწყო კონფლიქტი მწერალსა და ოჯახს შორის, იმიტომ მამას არ უნდოდა, რომ ეხლა ნოტარიუსი კი იყო, მან კაი შემოსავლიანიც იყო, მაგრამ ონორეს არ უნდოდა ეს ერთფეროვანი ცხოვრება და ამ დროს უკვე პარიზში გამოგზავნილ ონორეს შეუწყვიტეს ფულადი დახმარება, რაც გინდა ის გააკეთეო და პერიოდულად ეხლა მე ჩვენ განვიხილავთ მიცხოვრებას მომავალში, როცა პრობლემები შეექმნებოდა ხოლმე ფინანსური, სულ აყვედრიდა რა მშობლები, რომ აი ჩვენ რო არ დაგვიჯერე და ეს წერლობა და რაღაც უბედურება მოიგონეო, იმიტომაც ხარო ასეთ პრობლემებშიო. გონი სიჩქარე დავარღვია და პოლიცია ხო არ გამომეკიდა. არა. ხო, რას ვამბობდი, ხო და მოინდომა ონორებდა წერლობა და ნუ ოჯახმა არ მიაქცია ყურადღება და განსაკუთრებით დედა აქტიურობდა და აი დედას ვერ იტანდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაც თითქოს აი პადნოშკა ქართულად როგორ არის, პადნოშკას უდევდა ეს ქალი თავის შვილს. ნუ რაღაც პარადოქსია. ეხლა მით უმეტეს ასეთი აღთქმა, ასეთი ადამიანი ახლა წერალი რო ხარ, აღთქმა შეგიძლია ემოციებზე ხარ და ეს ძალიან იმოქმედა მასზე და ფაქტურად ახლა ის წერალი გამოდის, ვინც ამ ემოციურ და იმებს გაიტანს ხოლმე, ხო? მაინც არასასიამოვნო მომენტია დედისა და შვილის ურთიერთობა. თუმცა კი ფინანსურად კი გაუჭირდა ონორეს, მაგრამ ბედნიერი იყო, მან რაღაც ერთი ოთახი იპოვა მეოთხე სართულზე და რაღაც თავისუფლების გემო მიიღო. შეუდგა ძალიან ბევრს მუშაობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, უკვე თავიდანვე ეთყობოდა, რომ შრომის მოყვარე იყო ჩვენი ონორე. ღამის 3 საათიდან დილის 10 საათამდე წერდა და მაშინ ღებულობდა ყავას, იცით რომ აი ბალზაკს რომ ამბობენ, ყავასაც ახსენებენ. იმიტომ კი არა რომ უყვარდა და გემოვნებას ატანდა, უბრალოდ ხო იცი რომ აფხიზლებს ყავა მუშაობის დროს და ამ ბევრი ყავის მამას მე ფაქტობრივად მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. თუმცა მაგას არ ქონდა, მაგას არ აქცევდა, მაგას ყურადღებას, მას უნდა გამختارიყო დიდი მწერალი და პიტაპი განაცხადა, რომ მე უნდა ვიყო ლიტერატურაში ნაპოლეონიო, ზოგი დასცინოდა მაგას, მაგის გულით რა ნაპოლეონიო, მაგრამ მის ცხოვრებას რო გადავხედოთ, აი როგორც ნაპოლეონი შევიდა პოლიტიკაში, ისე შემოვარდა ბალზაკი ლიტერატურაში და დაამტკიცა კიდევაც. 90 ნაწარმოები აქვს მთელი ცხოვრების დროს დაწერილი, მაგრამ თავიდან არ ქონდა წარმატება, იმიტომ რომ 20-21 წლის ბიჭი რო იყო, წერდა პიესებს, დრამატურგიას, მაგრამ ნუ ვერა რა არ უბეჭდავდნენ. ეს მაგრა აღიზიანებდა მას და მე რა მოტვირა, იცით რა დაიჭირა ბალზაკმა, რომ გამომცემლები იმიტომ არ არწმენდნენ, რომ ეს არ გაგვეყიდებაო და აი მან დაიჭირა ეს მომენტი, რომ როგორ არ გაგეყიდებაო და აი ესე იგი დაფიქრდა ბალზაკი, რომ მოდი ახლა ეს ლიტერატურა კომერციულად გადავიყვანოთო, ისეთ რაღაცა უნდა დავწერო, ყველას დაინტერესო და ფაქტურად კომერციას უკავშირდება ეს და შვიდად გითხოვს რა, შედეგი სამწუხაროდ ისე ახლა ადრე ხო იყო თქვა მე-17 რომანტიკა, ლექსები, ახლა ფულს არავინ არ აძლევდა მაგაში, მაგრამ მე-19 საუკუნეში ამან პოვა. აქ ახლა მეორე მომენტიც ახლა წამოდი მე-19 საუკუნის დასაწყისია. საფრანგეთში მოხდარია რევოლუციები, რობესპიერი, იაკობინისტები, სოციალისტები, ნაპოლეონი მოვიდა, მეფის კარი დაეცა, იქით აქ არისტოკრატები წავიდნენ, ბურჟუები მოვიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მე-19 საუკუნეში ფული ან ოქრო გახდა, ასე ვთქვათ, ღმერთი. რატო? იმიტომ რომ ხო იცით, რომ
ევროპის ქვეყნები კოლონიურ პოლიტიკას ეწეოდნენ. ადამიანები მიდიოდნენ იქ, თქვათ, გამდიდებოდნენ რაღაც აფრიკაში ან თქვათ ამერიკაში ან რაღაცა და მერე მოდიოდნენ და ამ ფულს აბედებდნენ ხოლმე სხვადასხვა საქმეებში. ბანკებს ხნიდნენ, იმას ხნიდნენ. აი ხშირად რომ ამბობენ ხომ აი ევროპა გვინდა, ევროპის ისტორია კოლონიაზე, კოლონიურ პოლიტიკიდან გამომდინარე გამდიდე, ეს სიმდიდე საიდან მოვიდა. ეხლა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ კი, რა თქმა უნდა, ევროპა პროგრესია და ბევრი რაღაცა, მაგრამ ფული საიდან მოდიოდა კოლონიური პოლიტიკიდან, ხო? აფრიკაში დაიპყროდნენ, კოლონიები ჰქონდათ ინდოეთში, ასე შემდეგ და აი ესეთი ტიპები ბევრი მოდიოდნენ, მაგრამ როგორ იყო, რომ ადამიანი შეიძლება არ ყოფილიყო არისტოკრატი, დიდარ ოჯახში არ დაბადებულიყო, მაგრამ წასულიყო სხვა აფრიკაში ან სადმე, გამდიდრებულიყო და ფულით მოდიოდა. ფული რომ მოდიოდა, იქ იღლა ბანკები იხსნებოდა, საქმეები იხსნებოდა, იდეები იხსნებოდა და აიბადა ეგრეთ წოდებული ბურჟუაზია. და ბურჟუაზიაში, ანუ კაპიტალში რა არის პირველი? ფული. და აი ამ ფულის მიმართ გზნობებს, ნებებს ადამიანი რასაც ამჟღავნებს, აი ეს მომენტი დაიჭირა ჩვენმა პატარა ბარზაკმა და დაიწყო წერა და 24-25 წლის ასაკში დაწერა კლასიკა წოდებული გოფსეკი. თუ შეგახსენებთ, გოფსეკი იყო მევახში ადამიანი, თუმცა მოხუცი კი იყო, მაგრამ ახალგაზრდობაში წავიდა, აი ხა წეღან რასაც ვამბობდი, სადღაც კოლონიებში სადღაც გამდიდდა, ჩამოიტანა და დაიწყო ამ ფულის გაცემა, გასესხება და გახსოვთ, რომ გოფსეკი ასეთი ფულის ფილოსოფოს იძახის და გოფსეკი იძახის, რომ ცხოვრება არის ანგარიში, ახალგაზრდა ხარ, დიდი ხარ, პატარა ხარ, ყოველთვის უნდა ანგარიში, იმიტომ რომ სიბერეში რომ მივა ადამიანი, ის უღან ანგარიშები უნდა ქონდეს, ანუ ოქრო ფული უნდა ქონდეს. და ამბობდა გოფსეკი, რომ მე წყნარათა ვარ, იმიტომ რომ მე თავის დროზე ვიანგარიშე და დღე და ღამე ანგარიშობდა და ეს კომუნისტების დროს ქონდა ეს წაკითხული და გახსოვთ ხო კომუნისტების დროს ფული იყო სირცხვილი და მევახშე, მაგრამ მეორე მხრივ რატოა მე გამიჭიდა ფული, ვერ შოულობ, არა მაქვს. მივდივარ საღა ვიღაცა გააძლევს და გოფსეკი იზა, აი მე რო გააძლევ, რატომ მეუნები რომ შენ მევახშე და ცუდია? მე ხო გეხმარებიო. აი რო დაფიქრდო, ხო სწორია, მაგრამ ხო იცი რა კომუნისტურ საზოგადოებაში მევახშე და ის სირცხვილად იყო. მევახშე ფულის კეთება იყო სირცხვილი და აი ხა ბანკირების და იმეების იმის ჩადეგი, ბანკირების ხო თავისუფლად მევახშეებიან, მაგის გეუბნება, ძმაო, თუ არ გინდა რატომ მოდიხარ? შენ გინდა, ესე იგი შენ გიჭირდა, მე გეხმარებე და მე რატომ აგინებ? ხო იცით, ადამიანს ვარ გამოვა, მე ბანკირებს და იმეებს მევახშეებს ეძახიან, მაგრამ სხვა ეკონომიკური სისტემა რო არ არის და აი ამაზე საუბრობს გოფსეკი. თან მევახშეობაში და ამ პროცესებში არის ძალიან მაგარი ფინანსისტი და პროფესიონალი და ჩათვალეთ, რომ აი განსხვავებას ვერ ნახავ იქაურ დროს 200 წლის წინანდელ დროს და თანამედროვე დროს. ეხლა ბანკში რო შეხვიდე, ისეთ კონტრაქტებს დაგიწერენ, ერთ იმას ერთ ნაბიჯს ვერ გადადგა და იგივე იყო გოფსეკი 200 წლის წინ და ისე კარგად ახსენდა და არ ვიცი ეხლა მე შეიძლება ეხლა მე კი არ ვაქებ და იმას მე ვამბობ იმას რაც არის, მაგრამ ფაქტიურად ტიპი არის პროფესიონალი და გოფსეკი იძახის, მე ვანგარიშობ და ადამიანები ჩემს სულში არიან და შეხედეთ დღევანდელ ცხოვრება, რავი, გონი ეხლა ამერიკაში ვარ და მე ადამიანი არ ვიცი რომ სესხი არ კონდეს, აღიბრა ბანკთან არ კონდეს საქმე და ეხლა კითხე ვისაც აღებული აქვს, იმან უნდა აგინოს ბანკის თუ არ უნდა აგინოს. უმეტესო აგინებს, იმიტომ შეწუხე, მაგრამ თუ არ გინდა რატომ მიდიხარ? ესეთი ფილოსოფია და ძალიან საინტერესო წიგნია და როგორც კი დაწერა ბალზაკმა ეს წიგნი, მეორე დღესვე პოპულარული გახდა 25-26 წლის ასაკში უკვე ჩვენი ონორე ძალიან ცნობილი გახდა, გოფსეკმა ასე თქვა გახდა ცნობილი. კი გახდა ცნობილი ჩვენი ონორე, მაგრამ სამწუხაროდ მე გამომცემლობა მოინდომა, ის მოინდომა, ნუ ფულთან ქონდა კავშირი, ადამიანის სულებს და ნებებს აღწერდა ძალიან კარგად, ნუ ნება რა არის, მეგობრებო, ნება არის ემოცია, ცოტა ზღვარს გადასული, ხო? კარგად გამოსდეს და მან ჩაიფიქრა ასეთ რაღაცა ადამიანთა კომედია, ტრილოგია, მასში შედის ეს გოფსეკი, მამა გორიო, კურტიზანთა წინვალება და სიღარიბე და ბევრი ისინი, ესე იგი მაგარი როგორ ის გაიგონე რა, ეს ხომიდის პარიში ეს მდგომარეობა და ეს ადამიანები ერთმანეთში ტრიალებენ და თქვა ერთი გმირი მეორე რომანშია, მეორე რომანში გმირი, მესამე რომანში ერთ ტრიალებენ და ძალიან მაგარი რაღაცა გამოდის და რა თავია ვნებები, რომელსაც ჩვენი ონორე დე ბალზაკი მაგრა აღწერს. დიდი ცნობილი რომანია მისი მამა გორიო,
აკა ჩვეულებრივი მეწარმე ადამიანი, რომელსაც რაღაც კაპიტალს მიაღწია, მაგრამ სამწუხაროდ კი უყვარს მას შვილები, უნდა რომ ბედნიერები იყვნენ, მაგრამ ქალიშვილები, ასე ვთქვათ, არაფასებენ მამის სიყვარულს და ფაქტობრივად აკოტრებენ სიძეების და იმეების მხრივ და აქაც ეს ურთიერთობა ფულის მიმართ მიდგომა ფული უფრო წინ დგას ვიდრე მამაშვილური სიყვარული. ძალიან მაგარი წიგნია და სამწუხაროდ ეს მამა გორიოს მერე აი უნდა წაიკითხო რომ აღწერო ეს. ფაქტობრივად ყველა თემებს ეხება და ერთ-ერთი მისი ცნობილი წიგნია კიდო კურტიზანთა სიბრწყინვალე და სიღარიბე, ეხლა ხო იცით ახალგაზრდა ბიჭები, ეხლა მე რო წავიკითხე, სისხლი მიდუღდა და სულ მაინტერესებდა, ხო ეხლა იქ გოგოებში სიარული ფსიქოლოგია გაინტერესებდა და იქ აღწერილი აქვს ეს კურტიზანი, არ ვიცი რა, პუტანკა დავარქვა თუ ქუჩის ქალი თუ მოგულავე ქალი, ფაქტია რომ ლამაზი ქალი რო ყვავის და ბედნიერია, გონია ეს გაგზდება, მაგრამ გავა ეს 10-15 წელი და იცვლება ეს ილამაზე და ეს კაი ცხოვრება და სიბრწყინვალე იცვლება სხვა ამბებში და რომელი ტრაგედიებში და ძალიან ემოციურ სიუჟეტ ფონს ქმნის და მე წეგანაც გითხარით რომ ბალზაკს უყვარდა ამ სიუჟეტების და გამძაფრება და დახატვა. თუმცა სხვათა შორის მას აყვედურებდნენ მაგას რომ ძალიან აზვიადებო, ყველაფერს რეალურად რატო ამბობ, მაგრამ რა ვიცი ხა რატო ამბობს ყველაფერს და ეხლა დღესაც იგივე გრძელდება, უბრალოდ ეხლა ვითომ დახვეწილ სიტუაციაშია, მაგრამ ფული რო წვიტავს ყველაფერს და ის რეალობა რაც არის, თქვათ ლიტერატურაში აღწერილი ქონდა ბალზაკს რამე განსხვავება. მე მაგადა განსხვავებას ვერ ვნახულობ, უბრალოდ შეიძლება ცოტა უფრო დახვეწილი ფორმით არის ეხლა. თუმცა ადამიანები არ იცვლებიან წეღან რასაც ვამბობდი. კარგად აღწეს ჩვენი ბალზაკი პარიზის ქუჩებს. არ ვიცი ახლა თქვენ ნამყოფი ხართ თუ არა პარიზში, აუცილებლად მე უკვე აქ უკვე აშკარად გიჩვენთ, თუ თქვენ გადაწყვეტეთ პარიზში წასვლა, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ბალზაკის რომანებს, იმიტომ რომ ჩავხარ ხარ უკვე გეცვა ახლა პარიზში რო ყო, აქ ხო ის იყო, აქ რესტენიაკი იყო, აქ ხო გორიო იყო, აი ძალიან კარგად აღდა ხშირად ბალზაკს პარიზის გეოგრაფად თვლიან ხოლმე რა, ისე კარგად აქვს აღწერილი. ფაქტობრივად მაგის ძალიან მიდიო სტატია. მისტიკური რომანებიც აქვს ბალზაკს დაწერა და ყველაზე ცნობილი რომანი შადრენის ტყავი. შეგახსენებთ ხო, მეგობრებო, შადრენის ტყავში ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაწყვიტავს თავის მოკვლას და ამ დროს ხიდიდან უნდა გადახდეს და ეს მოხუცი ადამიანი მიადგება, წაიყვანს და ანტიკვარულ ნივთებში აჩვენებს ამ შადრენის ტყავს და ეუბნება პირდაპირ ფაქტობრივად ხელშეკრულება იდება როგორც ფაუსტის, ეშმაკსა და ემას შორის, რომ ეუბნება რომ შენ ხო თავს იკლავდი, შადრენი მეთქი. შადრენი ფრანგულად ნიშნავს მოღვაწეობა, ესე იგი მოღვაწეობის ტყავი. ეხლა იგივე რომანია ფაქტობრივად პორტრეტ იმისი უოლტერ უელსის პორტრეტ დოიანის სახე, ხო, მანდაც ხომ ასია, რომ იქაც ახალგაზრდა ბიჭი ყველა სრულებს ისრულებს, მაგრამ პორტრეტის სახე ფუშდება. აი, ფაქტობრივად ბალზაკიდან აქვს ეს ამოღებული თემები. მე ბევრი კაი მოთხრობები და ხო, რასტენიაკი ძალიან მაგარია. ხო, აი როგორ უნდა წარმატებას მიაღწიოს და ეძებს დიდარ ქალებს, დიდარ ადამიანებს, ვითანაც უნდა ცხოვრება აწყოს და მოპოსანს მაგიარა აქვს, ლამაზი მეგო იქიდან აქვს ამოღებული რა. და კიდევ ტრილოგიის ერთ-ერთი ძირითადი კითხვა დაკარგული ილუზიები, მაგარით სიუჟეტია, ახალგაზრდა დამწყები პოეტი ჩამოდის პარიზში და უნდა რომ დაწინაურდეს და ვიღაცას დაეხმარა დიდარ ადამიანს და ილუზიებში. ისე რომ დაფიქრდე ილუზიები ცუდი ნამდვილად არის, ხა ოცნება, აი ზოგჯერ არის ხომ რატო ოცნებობ ზედმეტი. მე მაგათ ოცნება მაგრამ მიყვარს რა, იმიტომ კი რეალობაში არ ოცნებობ და რაღაცა იმ მომენტში ნებივრობ. თუმცა იძახეს ეს არ არის სწორი და აი ესეთი ილუზიებში რო ხარ, ხო იცი რაღაცას ელოდები და სინამდვილეში არ გამოდის და რა ვიცი, აი ძალიან მაგრა აქვს აღწერილი. შეიძლება ცოტა გულით დაგწდეს, რაღაცნაირად ვერ გაუგო, მაგრამ რეალობაა და რა უნდა რეალობა და ამ რეალობაში ჩვენ არ უნდა დაკარგოს სახე, ჩვენ როგორ ამბობ, ცხოვრება მაინც გრძელდება და ბარემ თუ გრძელდება არ დაზიანდება რა.
ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, აი ესეთი მაგარი მწერალია ონორე დე ბალზაკი. მე არ ვიცი ხა თქვენ ბავშვებს წეღანავთ თქვი რომ აუცილებლად ურჩიეთ რომ წაიკითხონ, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ჩვენ ბავშვებს ყოველთვის ვაიძულებდით 1-2 საათი უნდა წაი 20 წლამდე თუ წაიკითხავთ, მაგრამ მე უყეთ როცა აღარ აგად, მაგრამ ის აკითხული და ის აღთქმული და შეთვისებული მთელი ცხოვრება გაყვება. იმიტომ მე პირადად ეხლა მე ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძე და ყოველ წელს 6-ვე რომანს ვკითხულობდა. ასევეა ბალზაკი ზოგჯერ პერიოდულად მის რომანებს ვიღებ ხოლმე და კითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ აი რაღაც ის მუხტი მოდის, მუხტი სიცოცხლის, სიყვარულის და მრავალფეროვნების და ცხოვრება რა არის, მრავალფეროვნება არ არის და თუ ერთი და იგივე იქნება, უკვე მოსაწყენიც არის. რა ვიცი, აი ძალიან მაგარი მწერალია. აი დღემდე, ნუ დრო არ იცის, ადრე თუ ერთი და იგივე პრობლემებია. სულ კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, რა ვიცი, თუ არ მოგაბეზეთ თავი, მაგრამ წაიკითხეთ ბალზაკი, წაიკითხეთ. ახლა ნამდვილად არ მეგონა ამ უდაბნოებში თუ ვილიდით ამ თემებზე რა ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს ადამიანის სული ყველგან ერთია. ამერიკი, მექსიკის საზღვარზე ხარ, ავსტრალიაში ხარ, იაპონიაში ხარ თუ საქართველოში ხარ, სული ყველგან სულია, ყველა ჩვენ ერთი და იგივე ინტერესები გვაქვს, სხვადასხვა ხარისხებით, ამიტომ მანძილები ჩვენზე არ მოქმედებს და მით უმეტეს როცა ვიცით რა გვინდა, როგორ გვინდა, ადამიანის სული ჩაწვდები, როგორ ჩაწვდები, მაგრამ ჩვენ ხო ყველას ერთი მამა ყავს, მე და ის შავია, თეთრია, ადამიანი ხარ, ერთი და იგივე ინტერესები და ასე რომ ნებები გვაქვს, ნებები უბრალოდ ზედმეტში არ უნდა გადავიდეს და ზარალში და ცუჩი არ უნდა გადავიდეთ, თორემ რა ჯობია ახლა, კაი ემოციებს და კაი გემრიელ ნებები უყურებთ დაბალ ხარისხს. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, აბა თქვენიცით, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და როგორ გითხრათ, რომანტიკა კარგია, ცუდი არა, მაგრამ რეალურად შევხვდეთ. ახლა ბალზაკი რეალურ მწერლად ითვლება, მაგრამ რომანტიკოსიც არის, მაგრამ რეალიც არის, მაგრამ ხო მაგარია. ასე რომ სილამაზის თქმობით არ დაგვაკლდეს, უნდა წაიკითხოთ ლიტერატურა და ბევრი წიგნები და ჩვენც ასე ვცდილობთ, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ლამაზი და კარგი. კარგად აბა მეგობრებო, თავს აღარ მოწყეთ, მოგაწყენთ, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და ყველაფერს კარგს. შევხვდებით მომავალ ვიდეოებში.